ხამ ჩაწერა დაიწყება. აი გამარჯობა თქვენ. 1 აპრილის მიდამოებში ვართ და ხვალ არ დაგავიწყდეთ ვიღაცა უნდა მოატყუოთ ერთი ადამიანი ეს უნდა იდება 2 აპრილი იქნება. უშინა ხვალ დაგავიწყდეთ ვიღაცა უნდა მოგეტყუებინათ ერთი ადამიანი ძველით 1 აპრილი არ არის? არა, ძველით 1 აპრილი ის არის ქართული ენის დღე. რამე რა ვქნათ ქართული ენის დღე. კი. აუნიშნოთ. სად? ჩემთან. ზალაში. და ლაუნჯში. ალბასი ვიყიდოთ. ივა. რაღაც ზაკუსკები რა რაცა. შუსტრად ყველაფერი. აი თქვენ მაიმუნებო თქვენა. სათვალე არ გატეხო ახალია ეს? აჩკი? არ გადახურა საფრთხეში არ გაიწ. ეს იმიდან გამოვიწერე. ტემო. სათვალეჯი. ამაზონი. და ყველაზე დიდხანს გამიძღო უკვე ერთი თვეა ესე ვატრიალებ და ის ხარშო. Houston is the Hold on, what is that? Houston. Vite Houston is turneria. Vite is თასი. Robot sada. ბანკში ჩავდი. საბუთია კასა. რომელი? ესე თქვა და რავი რომელი საბუთი. ის საბუთი მაგას აგებია და მე შეიგინა და წავ. ბანკს აგინა? ზოგადად. სამყაროს. ერთხელ მივედი სახლში 86 წელი. 9 წლის ვარ რა, არც. ხო და არაფერი ისეთი არა. ტელევიზორში ღამე გადიოდა ფუტბოლნაი აბაზრენი, ესეთი ისე. რუსულ არხზე. საბჭოთა კავშირის მთავარ არხზე გადიოდა საფეხბურთო მიმოხილვა. მაგ წელს ქუთაისის ტორპედო დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში და პატარა ჩანახატი გააკეთეს. ეს ჩანახატი იწყებოდა ზუსტად ჩემი სკოლის გვერდით იყო იმის ჭიხური. გაზიანი წყალი იყიდებოდა. და მაგ კადრით დაიწყო. წარმოიდგინე სკოლიდან მიხვედი. პროვინციული რესპუბლიკის პროვინციული ქალაქის ბოუში. ჩართე ტელევიზორ და შენი სკოლის გვერდით აჩვენებენ ჭიხურს, რომლის გამყიდველ ხალხსაც ვიცნობდი რა, მე ვსვამდი წყალს. 10 თეთრი და მარტო გაზიანი წყალი, 10 კაპიკი. ან 5, ან 3. ნუ იაფი. გემოიანი უფრო ეს ამბავი სადამდე მიდის ანუ რა დასასრულია ბიჭო არის ესე ესე ვიყავით მე ჩვენ და ესე მოდიოდნენ ხოლმე აი ლიტერატურაში ნობელიანტების ნახევარი რა წაიკითხო ამაზე შორს კი არ მიდი გამარჯობა მოგესალმებით კაცები კვლავ YouTube-ზეა 392 ეპიზოდის ჩაწერა მიმდინარეობს სამ ქართველთან და თურქთან ერთად ლაზი ხო ლაზი უხდება მაინც ჩვენიანია ახლა თურქთან ესე ვთქვათ რა მაინც ის კაი ულტიფარი კაცი აი შეიძლება რატო ლაზი რო ხო დაინახე ერთადერთმა მე დავიწყე ვაჭრობა ნახევარი ქართველობა შეკინარჩუნე ამას ნენდელა შევყვებოდი 75 რაღაცა გადმოგაწურენდი აქეთ მაგრამ მეცი ცუდი სიტყვა ქვია მაგ საქციელს ორი ცუდი სიტყვა ერთი კი არა ორი თქვი ცუდი სიტყვები რაღაცის თამაში თამაში არ არის ცუდი სიტყვა თამაში ჭოვის ყანს თურქულად როგორ არის თამაში თამაში თვითონ თურქული სიტყვაა თამაში და ის როგორ არის თურქულად რა ის რისი თამაში წინდობ არიცი აბა დააყენე მაშინის მაგრენ წოდნა
დააყენე როგორ რასაც დათო ათამაშე ის დააყენე და შენ არის პარკინგი. პარკი მოდი ბიჭო რაღაცნაირი ხალხი ხარ მე რო ეს არ დამეწყო აი რაზე დაერთობოდი რასაც დაიწყები ესე ყარი. კულინარიას დაიწყებდი მაგაზე. ბიჭო ისე გამოხდა მოდი როგორ არის თურქულად მოდი თუ მოდი ერთი მოდი უთხარი და ეს მე ბორჯერი იტყვის. მოდი გინდა მოდი აი მაგწოდით რამე სამსახურს ნახავ თუ არა მოდი იცი მაგრამ ის ხო იცი გაჩერდისი დურ ხო მაგრამ მოდიც უნდა იცოდე არა ის ხელითაც შეიძლება მარტო დურით კაბინს არა ნახე მარტო მოდი დარჩა და დურ ფეშკაშ უკვე არის ნუ გამეკითხები ისედაც ერთობით ეს საერთოდ არ ვარ საჭირო ლაპარაკე შენზე რომ მოიფიქროს რომ ეგ ხო იცი როგორ არის პირგის უსწავლობ კედელს რო ეთამაშები ჩოკურს ყოველთვის რო იგებ რა ისწავლე ჯანელ მართლა ბევრი რამ ახალი შემიძლია თქვა რომ თურქული ვიცი თქო ვერ ვიტყვი მაგრამ აზრზე ვარ და თუ შეიძლება ენაზე მაგის თქმა ჩემ შემთხვევაში შერაშვით რა ქენი ამ კვირაში ამ კვირაში შენ ჩემი შვილის დაბადების დღე დილოცავ მოვიხინე მანქანა დავამტვრიე და ორ დღეში დღეს არის სამშაბათი მეტი რა უნდა მეკითხე კარგად მიდიხარ ეს მოხენა და დამტრავა მული ხო არ არის დაახლოებით ხო დაახლოებით ეს საქმეზე მივდიოდი საქმეზე საყიდლებზე შემო მემწორა მანქანა მაგრამ კარგად არ არის ისეც არ არის ხა ისე ძალიან მაგას ვთქვი გასმულია კი გასმა როგორ არის შენც კიდე რამე სიტყვა უთხარი გასმა ესე ხო გვიჩორებს და ეგ გასმა და ქართული ცეკვის გასმა ერთ და იგივეა არის მსახურებს ჩურბან უთხარი და შენ რატო არაფერს არ შვები არასდროს როგორ აშვები არა შვები რა მოხდა ხა თქვა სათევზაოდ ვიყავ არა სეზონი ჯერ არ გახსნა ხწოდი ამინდებია კინო გამზრდელები თევზაობენ ხო მან იმ სეზონი თევზის მიხედვით არ არის ვინც უძლებს იმაზე რა ბიჭო რაღაცა ყოველთვის მოდის რა ანუ ვიღაც ტიპები მთელი წელი თევზაობენ აი რაღაცა მოდის რომ იძახიან თევზაობაზე ანუ დანარჩი დაუშვათ 3 თვე არ მოდის ლოქო დაუშვათ ეს ლოქო არ ჭამს ის 3 თვე თუ არ მოდის რას ქვია აქტიური არ არის მაგრამ ხო ჭამს მოკლედ არა რაღაცა ტემპერატურის ქვემოთ ზოგიერთი თევზი უბრალოდ ყველა თევზს აქვს რაღაც ტემპერატურა რომლის ქვემოთაც ცხოველქმედება წყვეტს რა არ ჭამს ამ ანაბიოზიან რაღაც ეგეთი აქვს ფაქტორად წინავს ზოგს ეს ტემპერატურა დაბალი აქვს ზოგს მაღალი რამე არ არის ყინვა გამძლე თევზები აი სპინინგით რასაც იჭერენ ის ქორჭილები ისინი მთელი წელი აქტიურები არის ანუ სულ არის სეზონი ხო და სულ არის სეზონი მათ უკვე ადამიანის გამძლეობა ხო ეგ მაინტერესებდა გიღირს თუ არა რაღაც ნაწილის მოყინვა იმათ რომ ერთი თევზი დაიჭირო და სურათი გაიგო აი იმ ნაწილის რომელსაც ათამაშებ ანახინე ხედავ რამდენჯერ დაგჭირდა უკვე ერთ გადაცემაში მე ენის სწავლას მაქსიცხვით დავიწყებდი დაიწყე და ია იცი აია თურქულად როგორ არის აი ვიცი ია არ ვიცი მარტო აი რო იყოს უკუღმა თქვი შეიძლება მათაც ეგრეა მაგ პრინციპით არა სხვანაირად არის სხვანაირად არის ანუ დაინახა რომ სხვანაირად არის მაგრამ არის სწავლა არ დამჭირდებაო იაო პირველი სიტყვები სხვა რამე შემომთავაზ ევეტ ია არის ევეტ და ია სამანი ევეთ სამან რა მაგარია ლოგიკურად რო არა საერთოდ სხვა სახე ენეროლოგიკურად იყოს ევეთ არის დიახ რა უკნა ია დავწერე და ია ესე ხო არ გაიგო ია ია ქართულად ევეთ მე და ტრანსლეიტ გუგლია თურქულ ქართულ თურქულ ევეთ არის დიახ შეიძლება ეგეც არის რა
ნუ გამორიცხავ. არა. ესეკ არის რო უნდა დააყენო. არის სს რო ქვემოთ აპოსტროფი აქვს ეჩეკ. შუ არის ეჩეკ ყოფილი. ამას რატო უჭერებ? შენ აღარ მომმართოთო თქვენ. შენ შეშინებული ვარ. მე სულ ხმარ ამას რატო უჭერებ? რა იცი? არა ესი როგორ იკითხება იცის რაღაცა თურქი ფეხბურთელის გვარი თურქი ფეხბურთელის ზოგადად ჯიგარი. ვინ არის? ჩუთი, ეგეთ. შუ არის, ჩუ არის. ჩუ არის თუ შუ? შუ. ხო, ეშეკ. ეხლა რო ჩიაღმაშეს და რაც ნასწავლი აქვს თავიდან რო გავუხსნას. ხო თავიდან. პროგრამამ რო ის საშემოდგომო გამოაყოლოს. ან ისა რა ერთგან ჩაასწორებს ჩუს და მე ყველა გასწორდეს შეკ. გადავიდეთ ახალ ამბებს. ვაკეში როა იშბანკი არ გინახავს? ხო არის ეგრე იწერება სწორია. ჩალხანოღლუ სხვა რაღაცა სამ. რას? ანუ თავში თუ წერია, მაშინ ჩუთი კითხება. იშბა არ არის ეს ეს როცა აქვს. ის არის შ და სის რო აქვს ის არის არა ესი. ესი, მაშინ და იმას გს რო აქვს ის არის ჯ. მე მგონი ის არის შიფტი. პატარა რაღაცა. შპარგალკარი რომ ამას შიც დაჭი. პირველი ახალი ამბავი კატეგორია ჩვენი სამშობლო. კარგი ხარ. 16 ივლისს რუსთავში რიკი მარტინის კონცერტი გაიმართება და ბილეთები 1500 ლარამდე ღირს. აი, ახი ინტრიგანი რო ხარ 1500 ლარამდე. ქვემოთ იქნება 10 ლარი. რაღა იმას ეტენებით, სულ წინ რო დადგე რიკი მარტინიში. რიკი მარტინის უკან. ქვემოთ რა თუ დადეთ, რა ქვია იმ თავს იალღუჯა თუ რაღაცა. იქ იაღირება 10 ლარი. შეცდომა იმაში. აფიშაზე. აბა გამოიცანეთ რა შეც. მარტინიც რაღაც იმით იწერება? არა. ლაივ. არა, ქვემოთ არის შეც. იulis რიკი მარტინი რუსთავის იპოდრომზე კონცერტს რუსთავის იპოდრომზეა მანქანების იპოდრომზეა ხო იპოდრომი არ არის ირბენს რა ისე ეს მანქანი თატარებენ რომ ყველა მოგვისმენა გარშე მოიდგება ხალხი დათო იცი რომელიმე სიმღერა რიკი მარტინი არა ეცოდინება არ არსებობს ესე რომ იმღეროს ხომ შეიძლება ამოვიცნო მე თვითონ სტრეს ნარანენა და მარია ისა ლავი და ლოკა ეგეც ხო ლავი და ლოკა გწოდნია ანუ დასასრულს კრისტინა აგილერასთან ერთად რომ ღერის ეგ უკვე მე აღარ ეგორი სიმღერა თუ აქვს მარტო რატო არ დასასრული ეგორი ვიცი რაც არის იმებზე მიდიხარ გაკვეთილი კი არა უცნობებზე მინდა წავიდე და რაღაცა შემდეგი ახალი ამბავი არის კატეგორია ჩვენისთანა ბედნიერი მანქანა რო იყიდოს წარმოიდგინე იქნება რუსთავში 20 მარტს ბედნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაეროს დახმარებით მომზადდა ბედნიერების მსოფლიო ანგარიში საქართველოს პოზიცია კვლავ არ შეცვლილა 91 ადგილზე ვართ ბედნიერები კვლავ ლიდერებით შეუცვლელები არიან ჩრდილოეთის ქვეყნები ფინეთი, დანია, ისლანდია, შვედეთი. და მექსიკა მომყვინა ათეულში. მართლა? რომ გააბედნიერად არ ვიცი. მე ერთი ეჭვი მაქვს. მათ გააბედნიერა. კაი მოსავალი მოვიდა. დადიან გაბრუჟულები. დაურიგეს მოსახლეობას. ბიჭო, იქ ისეთი ემოციური ხალხი, ერთმა პატარა სიხარულმა შეიძლება 10-იანში შეგაგდოს. უცებ აიტაცებენ, რა ვიცი. ჩვენც ეგრევე. ან დაიყიდეს რაღაცეები რა. ჩვენც ეთყობა ეს ევროპაზე რო გავედით, მაშინდელმა ბედნიერებამ დანარჩენი უბედურებები და დავრჩით 91-ზე. ხო, ეხლა დენი რო გაძვირდა, ეს არ არის აქ შესული. თორე კიდე ქვემოთ ჩავინთხლები. კიდე გაგვაქვს. ყველაზე უბედური ვინ არის არწერია? ანუ იმაზე გაეცა პასუხი ილია ჭავჭავაძემ რო იკითხა ჩვენის თარაბედნიერი განა არის სადმეერი რო აი 90 პასუხია. არა ჩვენის თარაბედნიერი არის 92 და 90 ვინც არის აი ჩვენს ხო დაახლოებით მაგათ უნდა გაუგზავნოთ ეგ ნეტო ვისვსწრებთ რა საინტერესო. ბიჭო, როგორ სწავლობენ ამ ბედნიერების ინდექსს? მე რო შემხედროდნენ ხო პირველ ადგილზე ვიქნებოდი. მე რო გადამყროდნენ. ხო და რაღაცა საერთოდ ერთი ადამიანი თუ იქმნიდა. ხო, მაგრამ მე ჯანელას რო შეხვდნენ ხო ბოლოზე. ხო და გამოვიდა 90 ეს დაჯამდა და ეგრე ეს არ არის თათი. მე რო შემხედროდნენ მშიერზე. ხო და ამიტომ ითვლება რაღაცა საშუალო რა.
მაგრამ მე მიკურს ის ქვეყნები რატო არის? წესით დ-ვიტამინიც აკლიათ. ეხლა დ-ვიტამინს არ განიხილავენ ანკეტაში. არა, ბედნიერებაში ძალიან დიდი ეკობა სიცხლის საერთოთი არ არის ბედნიერების ინდექსი, თორე მაშინ შემდეგი კატეგორია. ძაღლი კუდისა არ განიმართების. ესეთი კატეგორია არის რა. მისისიპის შტატში კატეგორიის ნათლია მანახა. სულხან საბას ტექსტი არის. მისისიპის შტატში დამნაშავე, რომელსაც სასამართლომ $250 გირაოს შეტანა დაავალა. გირაოს თანხი შეტანას აპირებდა ეს ადამიანი, როცა დაეჭვდნენ ფული რო შექონდა, რომ ყალბი ფული ხო არ იყო. იმიტომ რომ ჩინური იეროგლიფები ეწერა Z რაღაცა და აღმოჩნდა რომ სათამაშო ფული დაპირებდა ამის შეტანა $250 ხო ოჩახ და დაიჭირეს რა თქმა უნდა ხო ერთი რომ რაღაცა იმ ყალბი ფულის გაგინისთვის მე დაჭერილი იყო ისედაც დაუმატეს ხო რა ვისი იმედი კონდა იფიქრე ჩინურად ვერ წაიკითხავენ. ჩინურად ეწერა რომ ეს ფული არის სათამაშო და ყალბი. ჩინური ვის ეწოდინებაო, იფიქრა და მიადგა. ბიჭო რა შტერი დამნაშავე არის. ჯერ რა დანაშაული აქვს ჩადენილი საცხა. 250 ლარად გამოგიჩვევთ დოლარად, დოლარად. ხო, კაი, 250 დოლარად. წითელზე გადავიდა. ალბათ. ეხაც რას მიუსჭიან? ყალბი ფულზე უკვე სერიოზული ის იქნება. აი რამდენი? $500. გირაოს რო აღარ შეუფარდებენ ფაქტი. თორე მოზიდავს მონოპოლიის გირაოს შეუფარდებენ, ოღონდ სხვა ვალუტაში. ოქროთი ან რაღაცით. ან ბიჭო რა ნახე რა სანდო თვალები აქვს. აბა ამას რო საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა მიუსაჯო რა რეებს იზამს. ხეს მოჭრის კარგად. გასაშორის ის არის რა ქვია, შენ ძმას რო დააკავშირო. შეიძლება უკვე დაუკავშირდა და მაგითო მიმოწერა აქვს. შეიძლება ის ნამდვილი $250 უკვე შენ ძმასა. რა ნახე იცი Facebook-ზე მეგობრების ფოტოები ნახე და ეს დაიმახსოვრეს. თუ ხარ შემდეგი კატეგორია არის ფერიფერსა მადლი ღმერთსა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრ ონლაინ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. ნიკარაგუა არის რომელიც აღიარებს. ორმხრივი ონლაინ ურთიერთობის საკითხები. ხო, რა თქმა უნდა, ისე ვერ ჩამოდის, ფული არა აქვს. არა, ვერც ეს ვერ მიდის. ბიჭო, რა მოინტერესებს სიჯანეთ? შენ გეცოდინება ეს FSLN თუ რაღაცა როა? სპონსორია, ნიკარაგუის სპონსორი. მანქანის ზეთები. კატეგორია ლაბაძე რომ რობოტი იყოს, არის შემდეგი ახალი ამბავი. აი მაგრები ეხლა. ოღონდ ის არის ვიდეო. ვიდეო. What? მოიგო. ბიჭო, რა ჯიგარია. გამომიგზავნე ეს ვიდეო. ეს წესები უნდა ისწავლო. როგორ გაუხარდა. აუ ბიჭო, აფერისტი რობოტი აყდა ეხა კაცობრიობა. კარგი კაცი. ან ვიღაცენ დახარჯეს რაღაც მილიონობით ფული რომ მიიღოთ აფერისტი რობოტი, ხო? მგონია რომ მილიონობით დაეხარჯათ რაღაც ალბათ მარტივი რა წესიდან. სტარტაპი იქნება რაღაც, აწარმოე იმაში. ნიკარაგუა. ნიკარაგუაში არა, წარმოე ნიკარაგუა. უფრო რაიონული, აწარმოე ჰადრამაუტში. ან რაღაც სოფელი. ნიკარაგუის სოფელი არის ჰადრამაუტი. არა, უფრო უარესის. ეს იყო დღეისათვის ახალი ამბები. კარგი ბიჭი. ტრადიციულად გადავიდეთ სტუმარზე. მიდი, და მიდი. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია თამრიკო ჭოხორელიძე. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხართ? გამარჯობა. როგორც შეეფერება დღევანდელ ვითარებას. 91 ადგილს როგორ 91 ადგილს როგორ შეეფერება და ვცდილობ მეც ესე რაღაც ფეხით ავუწყო, მაგრამ თან რაღაცნაირად არ შევდრკე. ხაბობენ თამრიკო, აი რეკორდსმენი ოჯახი ჩვენი გადაცემის გადმოსახედიდან. ყველაზე მეტი ხალხი ყავდა ამ ოჯახიდან. და უცნაური რა იცი? დავიწყეთ შვილიშვილებით.
მე შვილები და ეხლა გადავედით უფრო თაობაზე ხო? თორიან მადლობა. მეოთხე წარმომადგენელია ოჯახიდან? კი. მეოთხე წარმომადგენელი რატო? მეხუთე. მეხუთე. თუ შვილიშვილები მარიამი კოკო ვიყურეთ მე და ახლა ვარ მე. დეციძე? რომელი? ბოდიში ორივე. ხო, მართალი. იმასაც თუ ჩათვლით ორივე. აბა მაგ მეშვიდე ყოფილვარ. არის ისტორი, არის მეზობლების სამშაბათი. გარენა შეცავები. კაცი ერთი ოჯახიდან არველაძეები იყვნენ ოთხი მყავდა არველაძე. ეს მართლა რეკორდი დაგვიმყარეთ. სამი ძმა და ხო, ბაქოში ჩავწოდე ხო, ოთხი. არველაძეები მეორე ადგილზეა. კარგი. შვილიშვილი როგორ არის? ელენე თქვენი სერიალი ხო? კი. კარგად ელენე უკვე 16 წელს ხდება ზაფხულში და უკვე დიდი გოგოა თავისი ასაკობრივი პრობლემები ზუსტად ის რაც არის დაკავშირებული ასაკთან და ნუ რას დროს მოწოს თავი რას გავს და ნუ ასე შემდეგ და ჩვენ იცი რა ერთი პერიოდი იყო ხომ მე რა ვეუბნებოდი რომ არა ელენე ძალიან ლამაზი ხარ ძალიან კარგი ახლა ვეუბნები ხო სხვა გზა აღარ ჯობია იმები სევდაში ჩაერთოთ ხო? ღერის? ეს გულში ხო. მართლა აი იმით არა და ერთი რაც შემიძლია ვთქვა რომ მართლა კარგად ღერის ხო და მაგდავედი ღერის გულში თუ არა მართლა კარგად ღერის მაგრამ ახლა გულში დაიწყო სიმღერა იმიტომ რომ არსად ერთი-ორი წელი კიდე ასაკს ვაბრალებ რომ ალბათ მაგის ბრალებ იმიტომ რომ არსად არ უნდა რომ გამოჩნდეს და არ უნდა რომ რაღაცას ვიმალება რა ვიცი ნუ ყველა მეუბნება სხვა შორის ამასაკის შვილი და შვილიშვილი ვისაც ყავს ყველა მეუბნება რომ ასეთები არიან და ნუ რა იყოს ახლა ისწავლოს უნდა მთავარია და მიაქციოს ყურადღება ამას. რადგან შვილიშვილზე იკითხა, თქვენ გიმღერიათ იავნანა შვილიშვილის. ძალიანაც მიმღერია, მაგრამ არ დაუძინია მინდა კითხვა. რემიქსი უმღერა. სხვა შორის ისეთი იავნანა მაგაზე ვერავინ ვერ დაიცინებს. ის ქართული ენა ის. შორის ორი კატეგორია თურმე ეს ფსიქოლოგებმა მითხრეს რომ ერთი კატეგორია იძინებს და მეორე კატეგორია არის ტირის და მე აი ისე შევწუხდი ამაზე რომ ტირის ვიგე რატო ტირის გული უჩუყდებათ ხო და ამ ელენეს არც ის ქონდა და არც ეს აი ესე იღვიძებდა და თვალებს ახებდა და ხანდახან ყვებოდა მაგრამ ერთი რამე უნდა გითხრა ერთი ახლობელი ყავს ხა მასაც კაი უმორი აქვს და ამიტომ შემიძლია რომ ვთქვა მოკლედ ის რაღაც ძალიან აქტიური ქალი მოინდომებდა ხოლმე რომ ელენეს ხელში აეყვანა და დაეძინებინა მსგავსი უსმენო ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვედრია იავნანას უმღეროდა უსმენოთ და ელენე იძინებდა ხო უნდა მომასმენინო ცოტა იძინებდა კი არა ითიშე ეგ ისეა. დედაჩემს რომ ეუბნებოდი სკოლაში რომ კატლეტია ისეთი გამიკეთებოდა რომ მწებდა. ეგ ცნობილი დილემა იყო ჩვენ ბავშვობაში. მეც სახში რომ მითქვია, აუ აი პური უნდა აჭამო. პური უნდა აჭამო, ხო? კი, ახლა ესე იყო. მე ის მომწონდა ბაღში მოქონდათ ვედროთი ბორში. აი მე სასწრაფო ბაღი, აი ჩემი ბნელი დიდი მწვანე ვედროები რო იყო. მაგითი მოქონდათ და მე რაღაცა სახში მინდოდა ეგეთი ვედრო. ემალირებული ვედრო. შემალირებული კიდე გაიგე. სხვადასხვა მიავნანაზე ორი ტიპის იავნანა არსებობს. დასაძინებელი და გასაღვიძებელი. თქვენი ეთყობა გასაღვიძებელია. ნუ ხო რა ვიცი. იმიტომ რომ ვერ დაიძინეს. საიდან მოვიდა ეს კატეგორია? არსებობს დასაძინებელი და გასაღვიძებელი. რომელიც გასაღვიძებელია. ტექსტი ხო არის გასაღვიძებელი. გასაღვიძებელი ის არის ადე. ისე იავნანა. ბავშვი უნდა გააღვიძოს სიმღერით. მართლა სპეციფიკური ის არის მიმართულება სიმღერაში. არაფერს არ გავს და დანიშნულებიანი სიმღერაა რა. იცი რა და დამფასებელი არ აყავს. მაგის დამფასებელი ლაპარაკი არის აკვანშია ჩაწეპებული. რო გაიზრდება უკვე ფეხებზე იკიდებს. ხო, უმადური ჟანრი. ფულწვერი შოუ. ერთადერთი იავნანა დაფასებულია. მაგრამ თქვენი იავნანა გახდა სტანდარტი. მანამდე არ რამე ის ქონდა? იავნანა საყოველთაოდ გაზიარებულია. ერთი იყოს ხათშორის. მულტფილმში რომ უმღერის იმას სიზმარა ძილის მინისტრი რომ უმღერია იავნანო ვარდოვნანო ხო აი ესეც არა ისიც იყო იავნანო ვარდო ხალხურია მაგრამ თეატრში
კიდე იმისია აკაკი წერეთლის არის ერთი შეურაცხყოფით რო იწყება ბავშვის გაპუტულო გლეხის მიერ. ხო, მაგრამ ის მელოდია იგივე. ის გადის იონარში? კი, რაღაცა კი. მელოდია, ხო. ეგ იცი როგორ არის, აი საინტერესო არის თვითონ ინტონაცია, მუსიკა ნამდვილად ეგ ხარას წავობ და კი, როგორ არის შედის რაღაცა გარკვეული კატეგორია არის მაგის, მაგრამ მაინც ჯობია რომ ყოველთვის რაღაცა ტექსტი რომ დაიძინე გენაცვალე და ასე შემდეგ. თუმცა გავსო რო თქვი გიორგი, აი იქ ძალიან გავს ფაქტობრივად რაღაცნაირად გადაეჯაჭვა ერთმანეთს სარიტუალო, ანუ იავნანა არის სარიტუალო, ანუ წითელა ბატონების დროს. და აი იავ შალევარდი მკონე. ძალიან გავს ხასიათითაც, ანუ დანიშნულებითაც ფაქტობრივად რომ ბავშვი დაამშვიდოს და მეორე არის აკონის ნანა. აი ხალხურში, ანუ ხალხურ შემოქმედებაში, მუსიკალურ შემოქმედებაში ის ცნობილია როგორც დასაძინებელი, ანუ აკონის ნანა. აი ცოტა სხვა, აი ოდნავ თუმცა ძალიან გვანან ბიზაშვილები არიან მოკლედ, ძალიან ერთიც და მეორეც ამისთვის არის მომართული. რეგიონებში არის განსხვავება? რეგიონებში არის რამე სახასიათო რომ რა თვალსაზრისით განსხვავება? დანიშნულება არა. ხაჭაპურებში როგორც არის. ნებრული ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური. ოღონდ ეგეთი, იმიტომ რომ ხაჭაპური მაინც ცომში ყველია, ეხა ის მე რა. ჩემ ბავშვები პატარები რო იყვნენ, ჩემ მეუღლე აძინებდა დინამო. მართლა. და ბათუმში ძლივს დააძინა ამ დინამოთი და ჭანტურია მოვიდა ბიჭო ეგრე როგორ აძინებო ბავშვსა და ჭანტურა კარგად მღერის რა და დაიწყო სიმღერა იმ წუთში გაიღვიძა ბავშვმა და ვეღარ აფრით აღარ და ჩაიქნია ხელი და წავიდა მუსიკალური კონკურსები არ ტარდება იავნანაში კი ტარდება ვინ უფრო მეც დააძინებს დარბაზში ეგრე ანგარიში არა ყველა ქვეყანაში აი გერმანელებს აქვთ რა ხო ანუ ისეთი რა ცნობილი ჟიურიში უნდა ჩასვა ისინი რა იქ ხო არის ვოიშის კამერო ტრიალდება აქ აკვანში ბავშვები უნდა რომელიც აიძინებს რომელიც აღრიალდება ესე იგი ისა ერთი არა გაქვს თუმცა მე მგონია რომ იქ გამარჯვებული იქნება ყველა ქალი დედა ისე როგორც მე არ ვარ გამორჩეულად აი სუმაკას ვამბობ ხოლმე ეს ყოველგვარი მეტიჩრობის და თავდაბლობის გარეშე რომ მე რაღაცნაირად ბედი მერგუნა ასეთი რომ სხვისი ყველა სათქმელი ვთქვი მე თვითონ რამდენი დედაშვილობაც არსებობს აი იმდენი აი საოცარი მუხტია რა აი მართლა საოცარი და მე მგონია რომ ყველა დედა გაიმარჯვებს აი ვინც მე გულით და მთელი სიყვარულით უმღერებს თავის შვილს ეს არის რა იავნანა წყაშვის ერთი რამ გამახსენდა ეხა გამახსენდა ამაზე რაც ჩაწერა იყო და გოგი დოლიძე თამაზაშვილი გურამ თამაზაშვილი ზაურ ბოლქვაძე აი ესენი არიან მე და გოგი წერთ ერთ-ერთ სიმღერას უცბად აღმოჩნდა რომ სასწრაფოდ უნდა ჩავწეროთ ვარსკვლავებს ეძინება ხალხს კვალები ეხუჭება ეგეც ჩემი ნამღერია ხო და მართლა ხო და ძილში ფერაფერა ხო ეგა ძიეთა ძილის მიმართულებით მაგას გეტყვი ახლა რა როგორც ეს მინდა მოკლედ მაკაროშიძე მოვიდა და თქვა რომ ძალიან მინდა ვკითხოთ რომ ცოტა ხანი დამეთმოთ სტუდიაო იმიტომ რომ ეს ანიმაცია ხო გახსოვთ როგორი იყო და ეს კეთდებაო და სასწრაფოდ მჭირდებაო ამ დროს დახმარებაო და ნუ გოგი მუთხრა რომ აი რა ზილაპარაკი და გოგის სტუდია იყო აღებული ქონდა ეს დაუთმო ახლა და უცბად მასწავლა მაგამ და ძალიან ჩქარად ჩავწერეთ და რომ გამოვედით სამივეს ეძინა სამივე აი საჭირო სამივეს ეძინა კაცებს ერთ დღეს რაღაცა ის იყოს ეგრევე იმუშავებს ეს სიმღერა ხიტი იქნება ხო თუმცა თქვა რომ იმუშავებს ხე ფაქტურად ხარ მომღერალი ანესტეზია ჩემი მეგობარი მეძახი საქართველოს მთავარი მუსიკალური ანესთეზიოლოგი აი ზუსტად ხო და ეხლა ეს გამახსენდა კიდე რომ მითხარი ძილის მიმართულებით ხარო სტუდენტები კულტურის უნივერსიტეტი იყო მაშინ ახლა შეაერთეს მასთან რა ქვია თეატრალურთან ხო იქ სტუდენტებთან ერთად ვარ რაღაც საუბრობ გადავირიე აღარ მინდა რომ რაღაცა მოვაწონო რაღაცა შუშის თვალებით იყურებიან და მე ხარ დიდუბის პანთეონში ხო ხართ მეთქი ნამყოფი და აღმოჩნდა რომ 9 კაციდან 8 არ არის ნამყოფი და
აბა მე ვთქვი არაჩვეულებრივი გამოფენა ჩავსხი ჩემ მანქანაში ზოგი ტაქსით წამოვიდა და მივედით დიდუბის გამოფენა. მოკლედ იქ სადაც სიმღერები იცოდნენ, იქ გიორგი ცაბაძე იყო, იქ არჩილ კერესელიძე იყო, რეზო ლაღიძე იყო, ნუ აი ეს მართლა საოცარი კომპოზიტორები, ვეუბნები აი ამ სიმღერებს რომელსაც თქვენ ასრულებთ, აი ეს ადამიანები იყვნენ, რას ნუ მოკლედ არა ძალიან მინდა რომ გული აუჩუყო და ერთმა თქვა რომ გოგი დოლიძეც აქ არისო და მე ვთქვი არა გოგი დოლიძე არა წავედით მე ვთქვი ხა წავედით საბურთალოზე ხა წავედით იქ იმიტომ რომ იქ არის ინოლა გულგული და მოკლედ რომ მაგარი ლექცია მქონდა და ერთი წითელი კოსტუმი გაგეგორებია თუ ასე დადიოდით სასაფლაოს მივედით ხა და გოგის საფლავზე გავართ და იქ როგორაც რუქა რაღაცა საქართველოს რუქა თითქოს ხო ეს რა არის და მე ვფიქრობ მეთქი რომ რუქაა ჩაფიქრებული და აი ისე უმღერა მეთქი და იმდენი იმღერა საქართველოზე მეთქი რაღაცა ხა გულით მე და უცბად ხა ამას ვლაპარაკო და პარალელურად წამოვიდა ჩემი ამბავი რომ თუ კი ვინმე იავნანა დაწერა თქვა ორი კი არა მაქვს ნამღერი ვერ გეტყვი რამდენი მაქვს ყველა იავნანა მაქვს ნამღერი ყველა კომპოზიტორი კი ხო და უცბად ამათ ვეუბნები ეხლა მე ვთქვი მე შეიძლება ჩემ შვილებს ეს ვეღარ მოუსწრო მე მაქვს თქვენთან ანდერძი ხა სათქმელი და ხა ისე მიყურებენ რა ნუ მე ვთქვი აი როცა იქნება თან სასაფლაოზე რო დგახარ და სასაფლაოზე და ანდერძ უტოვებ მე ვთქვი ქართველი კაცის ფანტაზია ვერ მიდის მე ვთქვი იქ შორს აკვანი არ დამადგათ მე ვთქვი სასაფლაოზე ვიბარებ კატეგორიულად რომ აკვანი არ დამადგათ და აი ესეთი ანდერძი მაქვს დატოვებული თორე იავნანები იცოცხლე და ისა საბავშვო ეტლი მატორიანი აკვანი რო ქარდაო აი რაღაცა გავს გააკეთებ ეგრე მიპოვნი სხვა ქვეყნის იავნანები გაქვს სხვა ქვეყნის იავნანაც მაქვს ნამღერი სხვა შორის და ძალიან ესეთი იყო საინტერესო ეს იავნანი ის რომ მაინტერესებს მე თვითონ და ნამღერი მაგ არავის უთხოვია ხო მე თვითონ მაინტერესებდა იმიტომ და რომელი ისე ბერძნულიც ნამღერი მაქვს ინგლისურ ენაზე იავნანა მაქვს და ოღონდ ხო გემნია ის სულ მაინტერესებდა რამდენად და ის რაც მაინტერესებდა ის მივიღე ზუსტად რა აი ჯაჭვი აი რაღაცა საოცარი რომელიც აი ერთი არა მაინც რა იმგრძნობაზეა რომელიც ხოდე და ხო და თბილი ხო ანუ ინგლისური იავნანაც რო უმღერო ადამიანს ვინც ინგლისური არის დაიძინეს როგორ არ დაიძინება მართლა რაღაცა დინამოზე აზინებდი ბავშვს ეს პედა რომ ღეროდა ხო და სხვა შორის ეს იავნანა ითარგმნა ივრითზე ეს იავნანა ეს გაუჩუ ქართული ხო აი ეს ჩვენი იავნანა ითარგმნა ივრითზე და ივრითზე მაქვს კიდე ნამღერი და იცი როგორ მოწონთ აი ვერ წარმოიდგენთ რომ გამოვიდა სპეციალურად ჩანაწერი დიდებს მოსწონთ თუ ბავშვებს არა ნუ დიდებს მოსწონთ და შეიძლება მე აწონებენ ბავშვებს ეგ უკვე აღარ ვიცი მან დიდებს იმიტომ მოწონთ რომ ბავშვებს მოეწონათ ხო ნუ რაღაცა ისეთი იყო კონცერტზე ნამშტაინის მოწონთ ბავშვი გიევრე მოეწონე ხო აი ეს საჩეხება იავნანებს და დანარჩენ იცი ყოველს აი ეს შტაბ-შტილებას ვტოვებ ვიცი ზუსტად რა აი რაღაცა ძალიან ზედმეტად სერიოზული ქალბატონო თანკრომეტყვი ახome და ამ დროს პარალელურად აი შეიძლება ისეთი რაღაც დამემართოს იმიტომ რომ აი მართლა თქვენთან ფიქრობთ რა თქვენ სულ რაღაცა ისეთი ხალისით ხართ და რაღაცა და მეც ვარ ეგეთი ტიპი ზუსტად იმიტომ რომ გიждები აი ძალიან მიყვარს მე თქვენი გადაცემები ყოველთვის თქვენ გიყურებ დიდი სიამოვნებით ზირთად ოჯახის წევრები არიან თქვენ გინდა თუ არ უნდა არა სხვასაც უყურებ როგორც მინიმუმ 7 ნახე ეხლა რა გამას ესე კოკოს გადაცემას რო უყურებ თქვენ შესავალი გააკეთეთ ოღონდ არ კი არის ხედით თუ გახსოვთ ის კაი რაღაცა მე მოსასელში ხართ და რაღაცა თაგვზე ლაპარაკობთ თაგვზე და როგორ დავიწაბე იცი რომ ვფიქრობდი რომ მე და ეხლა კოკოსთან არ იყოს ეს თემა იმიტომ რომ ეს რაღაცა გენეტიკური გვაქვს ჩვენ თაგვზე შეიძლება წამივიდეს მემართა და კოკოს საშინელება ემართება და ისეთი რაღაც მაქვს აკეთებული რომ ხა ჩემი არ ზედმეტად სერიოზულობას ხას გადაუსვავ ხა უცბად რა იმიტომ რომ გაგიკვირდება და კარგად ვისური სროლა მიყვარს ძალიან ეჯო ხო ჰობია იქ და ისა ცეცხლსროლიას თუ ნივთებს თაგვი კი არა თაგვამდე
ძალიან ბევრი მამაჩემს ახლა 3 გოგო ყავდა და სხვა გზა არ ქონდა, დინიკო და ყავდა ფეხბურთზე სისტემატურად. აი მე მასწავლიდა სროლას და ნუ რაღაც და მე ბოლოს მე და მამა ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მაგარია, იძახდა ჩემი სკოლაა და იმასაც ჩემნაირად ჭირდა და კოკოს მე ჩემგან გადაედო ეს თავზე გართულება და მახსოვს რომ აი ტირში არა, ტირი სადაც არის მე იქ არ უნდა გამაკარო, იმიტომ რომ მე არა შავსიაში ხარ ტირებში. ისაცი კეტავდა ხოლმე, იმად აღარა მაქვს საჩუქრე, ვეონი არ მინდა შენი საჩუქრე. მას არ მინდა მასროლი და გასები მეჯიბრებოდნენ სკოლაში, ბიჭები მეჯიბრებოდნენ და ნუ ძალიან მიყვარს მართლა რა, ხო და ერთ დღეს მე ვცხოვრდი პლეხანოვზე. ხო და იქ როგორ იყო, ისე ძალიან ცნობილი 114 ნომერი იყო ჩემი სახლი, სადაც საცხობი არის ერთ მხარეს ეზოში და მეორე მხარეს იყო ხილბოსტანი. ხო და ნუ ახლა რაზენმეტად ვიპრანჭოთ და დიდი შანსი იყო რომ თაგვი ამოცოცებული იყო და ერთ დღეს მაშინ როცა ველოდები და ეს თალკი გართულება მაგ ოჯახში ვიღაც იგვიანებს ეს მე აივანზე ასე ვარ სულ და ტელეფონი ჩემთვის გამოიგონეს მობილური. ხო და მოგეთ გარეთ გავარ და შევდივარ მამაჩემ. აი ამ დროს кейფობს კაც დანები რა თავი. არა, მე რომ ვახა მაშინ არ იყო მობილური და როგორ რაღაცა რატომაც იქ იმაქ რომ აი მე უნდა ვიყო. იქ რა აი ნუ სადაც აი ხო ვინმეს რამე ხო არ უჭირს ხო და არ ვარ გაეს ვიცი. ხო და ნუ სპატკაცო გარეთ აივანზე გაისეირნებდა ხოლმე ხანდახან ეს იყო შუშაბანც რო ეძახდნენ ხო ძველი თბილისური ეზო ჩვეულებრივი და უცბად სახში ვარ ესე შემოსული დავდივარ როგორ ბოლთავსემ და უცბად გაიბინა ნუ იქ ვარ მოსაბრუნებელი ცუდად ვარ და დედაჩემი უცბად ჩემი ჭკუის გახდა და მეუბნებათ ძალიან ახალგაზრდა მშობლები ჰყავს და მამაც ესე იყო და დედაჩემი მითხრა იცი რა ხო ხარ მაგარიო მითხრა აი ხე ეს თოფიო და თუ შეგიძლია მოარტყიო მოკალიო თაგუიო თქვენ და გენახათ სცენა შუშა ბაჭი როგორ ქვია პოლუმრაკი როგორ არის ქართულად აი ნახ დააყატარა განათება არა სახში ვზივარ შუშა ბანდის შარი იგინე შემოვიდა ოთახში და ამაზე ვარ გაგიჟებული და წარმოიდგინეთ ეხა ჩემი მომარება ეს დივანზე აი ეს მაგი გაყევებული გავს ბნელა წარმოიდგინე არ ჩანს და დედაჩემა იხმარა ჭკუა და აგი და პურის ნამძეძები დაუყარა და ესე მაჩვენებს ხელით რომ აი ესე ხედავ რა და ეს მოდისო და დაუმიზნე წარმოიდგინე და უცბად გავარდა ეს ჩემი ტოპი და თაგვის მაგი გავიგე აი ეს რაღაცა გაიწუილა რაღაცნაირად და მეზობლები შემოვარდა სანადირო ტოპი ესროლე აი ტირის ტოპი აი ეს ხო თავისი ფოჩები აქვს იმ ტირ ბაბუაჩემი ჩამოტანილი ლონდონი და ბაბუაჩემი ცეკოდა სუხიშვილებში და აი კიდან აქ ჩამო ულამაზესი ფერის ისინი ქონდა ხო ეს კისტი რაც არის ხო და ეხლა ამაზე ხა ამ დროს ეს მეზობლები რომ შემოვარდნენ გურული მეზობელი ყავდა და რა მოხდა იძახი და იქ რაღაცა ატყდა ერთი პანიკა მთელი ამბავი და მთელი ხუთი სამეზობლოში ხუთნი ვიყავით ხუთი ოჯახი და ყველა ჩვენთან არის და არაფერი თამრიკომ გონი მოკლა ამ დროს შემოვიდა მამაჩემი და აღდგაო და ოდისი არა ცოტა ნასვამია და რაო და შენ მაშულმა თაგვი მოკლაო, მაგრამ ვერ პოულობ თუ თაგვსო რა, ჩემი სკოლაო, მამაჩემა ძალიან ესე შეიფერა და აბას არ არის თაგვი. ესე იგი ეძებენ ამ თაგვს და ნუ როგორს იპოვეს მოკლედ. რაღაცა საქმე მაგაშია რომ ვერ იპოვეს, გესმის სადაა მონარტყამი ასე ვთქვა და ბოლოს მამაჩემმა თქვა რომ მოდ დავწეროთ ახლა ისო რა ქვია როგორ ქვია ეს დასკვნა რა სამედიცინო დასკვნა რომ თოფის ყმაზე ინფარქტით გარდაიცვალა სახლი აღვიდა ძალიან მოკლედ ჭკუამღერული ის მქონდა რა თქვა გამაზეთ არა კაცო მოკალი აბა ვერ ვიპოვე რა უბრალოდ ხა შეიძლება სხვა ხორლში მოხდა რა დაგემართა იქ ანუ იმარო თურქულად არის ეს გამოვი ხედავ ხუთე ჯერ გამოგადა ეს კოკოზე მაგიტო დავიძაბე ვიფიქე ხა იქ თუ რაღაცა და ამაზე თუ ააგეს ბიჭებმა ხა კოკოს სტუმრობა მე გაუცელებული ის არის. მე რაც შემხედრია, აი იმასთან საეჭოსთან რო ვიყავი სტუმრად, იმ აჩის კონდა მე ეგეთი არაფერი არ მინაშა. აი თაგმა გაირბინა და აი ფარდაზე აძურა რა. აი ეს დაახლოებით ეგრე ვაკეთებ. სახელმწიფო არ იხდიდა ფულს მოკლულ თაგვში. არა, გელში იხდიდნენ. არა, ხანდახან არის ხო ძალიან თუ მომრავლდა იხდიან. ნიუ-იორკის მეტრო იხდიდა.
ხომ ნიუ-იორკში თაგვის წაღება ეხლა რო იქნება იქეთი $2 მომცენ არ არის მომგებია. ხო. თუ მომრავლდება გადაიხდიან აქ. ისინი რო დადიოდნენ გახსოვს? ვიღაცა ორი კაცი რომ მოაკარგუნებდა და სადარბაზოს დეზინფექცია. სადარბაზოს მოწამლის ფულს რო აგროვებს. ხა გარბიან მეზობლები ოღონდ შეაგროვონ მაგის მოწამლის ფული და მე იმ კაცებს ეხვეწებიან რომ ეგ და ესეთი დიალოგი მოაკაკუნეს ჩემთან 10 წლის გავაღე და ორი ტიპი დგას რაცვიათ ფორმა ფულს ვაგროვებთ სადარბაზოს დეზინფექციას ვაკეთებ მეთქი ფულს აგროვებთ თუ დეზინფექციას აკეთებ ფულს ვაგროვებთ ხუდნენ რა ის ხო, არიყავი შენ გადამხდები. არა არც დეზინფექციის მომხდარა ისინი არ გააკეთებდნენ დეზინფექციას აი თქვათ ვიღაც ადამიანი 59 წლის ვისაც არ აქვს სმენა საერთოდ რომ მოვიდეს გუში სიმღერასაც ვერ ისწავლის როგორ არა მე მინდა გითხრა რომ 59 წლის ადამიანი უსმენო რომ მოვიდეს როგორც ავად უწოდებს თავად უწოდებს იმ ადამიანს გვარს დასაღოს რა თქმა უნდა ფათაშოვის მაგაში ობიექტურია ვერაფერს ვერ იცი რა აი მინდა გითხრა რომ აი სამი ხო ხართ დანარჩენები მე დაგპატიჟებთ თქვენ დაახლოებით 3 თვის შემდეგ და როგორ აგიჭიკჭიკდებათ მე არ იმაგას ხო არის შანსი კვარტეტს თავს გააკეთებ დავდებთან ისე არა ჩვენ დაგვაძებენ მოსასმენად ჟიური. არა მოსასმენად და ახლა თუ დაიწყე ერთი წამი 3 თვე მე ვფიქრობ 1-2 მისვლით 3 თვე თუ მეგრა წავალ სურვას ვისწავლე ჯერ სურვა ისწავლე არა მოდის დაიჭენე კარგად და მე მოდი ჩემთან არა მართლა 3 თვეში რამე შევასრულებ თავს დავდებ სერიოზულად ვარენ კვარტეტი ხო არ გავაკეთოთ ამან თუ ისწავლოთ ჩვენ ვისწავლით რაღაცა არ არის პრობლემა და მე დათო მართლა რაღაცა ის უნდა ავიღოთ რა 2 ერას რაღაცა რა 4 გია? ის შავი პიჯაკები ხო გვაქვს რამე კიბე ვნახოთ და ჩამოვიდა არა ბევრი ჯგუფია 4 კაციანი არ ბოის თუმეც ნუ იმღერებთ ეხლა ბიჭო ბიტსი დაიწყო ორერათი რატო იმიტომ რომ ქართული უნდა გვასწავლონ ბიტუსზე და ქართული რატო ხო არა ქართული არა ჯერ ქართული არა ქართული ისა თეატრალური კვარტეტი ხო ბევრი სიმღერას ვერი თქვათ აი ესეთი ვეყმაწვილი რომ მოვიდეს ასევე უსმენო ცოტა ახალგაზრდა თურქული რო იცოდეს თურქულ სიმღერებს თუ შეასწავლით თურქული უფრო ადვილი სამღერი მგონი იცი რა ადვილი სამოგახსენეთ ისეთი ჩუქურთმებია რომ იქ არა ადვილი არ არის ნამდვილად მაგრამ მარკასაც რა ვიცი პრინციპში იმიტომ რომ ეს მოდი არ იცის და რაღაცა ქუჩაში სიმღერით რო გაიტანოს არა პოეზიაში კარგია. კი აი პლუსი გვაქვს. ასე რომ არ არის პრობლემა კაცო ესეთი გვემღერებოდეს და მე ეგ მართლა ესე არ მე ცოტა ისე უყურებ ხოლმე რომ არ არსებობს უსმენო ადამიანები მე მგონია რომ ცოტას კვატყუებ არ არსებობს კვატყუებენ უსმენო ადამიანი არ არსებობს უბრალოდ არსებობს რაღაცნაირ ცოტა ისე ჩაკირულია და მე ამოძრავ და გააკეთო მართლა? ფიქრა ეს არის საჭირო პირველ რიგში ხო იცი ტვინი ეგ არ უჭერს ამას რა მათემატიკის და ფიზიკის ცოდნა თუ სიმღერისთვის საჭირო იყო ო შენ რო იცოდე პირდაპირ კავშირშია და თუ არა და განახე როგორც მინიმუმ თულა უნდა იცოდე. 1-2 ხო, როგორც მინიმუმ. ხო მოკლედ არის რა მაგისი შანსი 59 წელი ხა 60-ის რო გახდება მე არ ვიცი ბოლო დღეები რამდენიმე თვე აქვს ბავშვს დარჩენილი დამ უასწავლაში რო გახდებს ჩამოკრას რა იქნება სკოლას კარგად დავარია დაიწყოს რა კითხვა მაქვს? თანამედროვე უცხოურ მუსიკას უსმენთ? კი როგორ არის და აი ყავთ საყვარელი უცხოელი მომღერალი და ტეილორ რიკი მარტინი მაგალითად ხო არა რიკი მარტინი ცუდი რა არა ისე რო ჩამოდის საინტერესო კი რატომაც არა მაგრამ
იცი რა მე უფრო იმ თაობას ვეტრფი აი რასაც თუ ფაქი ქვია არა ხო ნუ რა ვიცი მაგრამ მე გიჟდები ეს ჩემი თაობა რა ფრენკ სინატრა არა აი მე კერი და ტონი ჩემთვის არის ნუ არ ვიცი აი რაღაცა სხვა კი მაგრამ იმათ ვისმენ უდიდესი სიამოვნებაა ეს არის დიდი ხელოვნება ძალიან და რა ქვია კაცო იმას აი ბარბარა სტრეისენდი აი რომელიც არის არ ვიცი აი ეს არის მათი ხელწერა აი მართა რაღაც აი დაბადებულები შემდეგ ნაწილზე რომ გადავიდეთ 1 აპრილი არის დღეს ვიწერთ 31-ში პირველია ხვალ ეთერში გავა იქნება 2 1 აპრილისთვის მოვიფიქრეთ ესეთი რაღაცა რომ ეკრანზე გამოჩდება ყუილების ხო? ხო? ყუილების. ხო, 1 აპრილი მაგასთან არის. აი მეც ვარ ჩართული. ყველანი. გამოვა 3 ფაქტი და ამ 3-დან უნდა გამოვიჩინოთ რომელია ტყუილი. ერთ-ერთი ტყუილი. შეიძლება რომ 2-იც იყოს ტყუილი? არა, ერთია ტყუილი. დაიგეთ ჯანე? მოცარტმა Twinkle Twinkle Little Stars მელოდია 5 წლის ასაკში დაწერა. ბეთჰოვენი მეცხრე სიმფონიის კომპოზიციისას სრულიად ყურო იყო. ანტონიო ვივალდი კათოლიკე მღვდელი იყო. რომელია ტყუილი აქ ამ 3-დან? ბეთჰოვენი მგონი ისტორია. მესამეა მე მგონი ტყუილი. იცი რა, იმიტომ რომ მეორე ნამდვილად არა. მეორე ხო მე მახსოვს რომ სწორია. აბსოლუტურად ტყუილი იყო კაცო. ეგ ვიცი. ის რომ ბავშვობაში წერდა, ეხლა Twinkle Twinkle Little Star დაწერა თუ რა დაწერა, ესე არჩევძიები ვარ, მაგრამ წერდა. პირველი? არა, რაღაცა ძალიან ბავშვური მელოდია დაწერდა მაგას. კი. არის ეგ მელოდია. როგორ უნდა თქვა, 4 წლისაზე თუ ოპერაში მღეროდი, ეს 500-ას რატო? ამღეროდი არა. ხო, ვიცი. აი ეხა ძალიან ბევრი სიმღერა მაგ მელოდია. ეხა ნახე, ვივალდი მგდელი იყო. ხო, მე მგონი ეს არ არის. მამა ვივალდი, მამა ანტონიო. იტალიელი თუ იყო, მღვდელი თუ იყო, კათოლიკე იქნებოდა. თავად ეხა მაგრამ არ მახსოვს და რა ვქნა. აი აქ რო ეწეროს რომ მართლმა დიდებელი მღვდელი იყო, ან პროტესტანტი, მაშინ არ დაიჯერება. აი, ავიჩიოთ. ან მე როგორც ვთქვი, პირველი ან მესამე? ხო? პირველი შუაზე ამაზე შეგვიძლია. მოიცა. პირველი მე საერთო პასუხი. ვიცი შენი ვერსია, ჯანი. მესამე არის ტყუილი. შეიკო? მესამეს ვიტყვი და არა, იმიტომ რომ გიორგის ვეთან. მეც მესამეს ვიტყვი. თქვენ აი არ მახსოვს აი მე ხო გეუბნები ეს რა თქვით მესამე თუნდაც ერთად მოდი მე პირველს ვიტყვი და ვაი და გავიმარჯვე. მახსოვს. ვა, პირველია ტყუილი. ხო? რა ვთქვი მე? რა თქვი და მესამეს ვიტყვი. იძახთით მაგ ვერსიას, რა გინდო და რატო შევუჩდი? აბა, მე არ გამომეცნო და თქვენ გამომეცნო. მე არ დავსახმები. სინამდვილეში ეს არის ფრანგული ხალხური სიმღერა. მოცარტმა მასე გენიალური ვარიაციები კი მახსოვს. როდესაც ის უკვე 25-26 წლის იყო და არა ბავშვი. ვარიაციები არ ეწერა. შემაიმა. აი, მაიკლ ჯექსონის თრილერი დღემდე ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ალბომია. ელვის პრესლის თავის სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა თავად აქვს დაწერილი. ფრედი მერკური ზანზიბარში დაიბადა. ეს სწორია. მესამე ბოლო ნახდაც სწორია. წყალი არ გავა. კი. ისე ორს შორის არის. მაიკლ ჯექსონის თრილერი დღემზე ყველაზე გაყიდვადი. ის მერე ვიღაცებ გაყიდნენ. ხალხმა მოიმატა მოსახლეობამ. ხო, მაგრამ მეორე მხრივ მიწოდებაც გაიზარდა. მაშინ მარტო ხალხი რომ გაიზარდა და მოიმატა, ისინი წინულობენ თრილერს. თრილერი მაშინ დაიყიდა და აღარ იყიდება ხო არა. შეიძლება 1-2 სიმღერა თავისი ქონდა. სიმღერების აბსოლუტური უმრავლესობა ხო, არა, თავად მე აქვს დაწერილი და აბსოლუტურად უმრავლესობა ხო არის ყველა. რა აი ეს 4-ის გარდა. მე აბსოლუტური უმრავლესობა არის აი თქვათ ერთხელ კეიპში იმღერა ისა რა ქვია ხიდის თავს შეუკრათ. აი ელვის პრესლის ვერსია კი არა მაგრამ მე არის ხო მე თავი. მგონია რომ მეორე ესე ყველა თქვათ მეორე. ისევ სტრატეგია ხო არა ვერჩიო. მე მგონია რომ პირველი. პირველი გადავიდე. მე მეორე. ახლა მეორე. ისე არ მახსოვს ეს პირველი? პირველია ტყუილი. ვა. არა. არა კაცო ელვის ტყუილია ელვის. აქაც მართალი გამოვდე გოდიში. ყველა დაგეწიეთ კაკაპ.
მეორე ჯერ არ უნდა ეს არის მაჭანა. შენ ნოლზე ხარ. ყველაზე აუ, ეს გააკდა ჯანილიძე. სტანდარტულ პიანინოს ზუსტად 88. ზუსტად 88, რაღაცა ცუდი ფორმულირება. ზუსტად 88 ნახევარი როგორ შეიძლება. 88. მეორე ვიოლინო მსოფლიოს ყველაზე ძველი მუსიკალური ინსტრუმენტი. არ არის სწორი. საქსოფონი ლითონისაა, თუმცა ის ხის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ოჯახს მიეკუთვნება. აუ, ბიჭო, ყველა ტყუილი მგონია. არა ვიოლინო რო ყველაზე ძველი არ არის, ეს ნახდათ. სალამური ბევრად ადრე იქნებოდა. ხის სალამურები არსებობს. ძვალში არა სწორი ფორმულირებაა, რატო? იმიტომ რომ ვიოლინო სიმებიან საკრავებშია ყველაზე არ ზოგადად. დიახ. მაშინ არა. ხო და ვიოლინი რა სიმებიანში ყველაზე პირველი ან ყველაზე არა სიმებიანშიც ხნარი რაღაცა ლირა ლირიკა როდინდელი. ანუ მეორე აჰა ყველამ გამოვიცა ფლეიტა ხო რა, ის ჩასაბერი იქნებოდა ყველაზე. ჯანელა მერტიკულა იყო. ჯანელამ როგორც იქნა ერთი ჩვენი უენოს ყველაზე ძველი ინსტრუმენტად მიჩნეულია ფლეიტა ძვლისგან დამზადებული, რომელიც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დაახლოებით 35 ძვალში იმღერებდა. 40,000 ვიღაცა მეცხვარე ჩაბერავდა და უირახმაო და იმიდან წამოვიდა. ის ეთქობა ძვალი ჯვლის ტვინი შეჭა. სალამური, იცით რა საინტერესო. როგორი? უენო ესე ქვია, ანუ ენიანია სალამური და უენო, ანუ სხვა გვარად არის რა, ისა რა ქვია. შიგნით ამბები, ხო? ენა ის არის შიგნით 12 წლის დაახლოებით 12 წლის ბიჭის საფლავში აღმოჩენილი. მართლა? ძველესი. ბოლო ის არის. აღარ მინდა. ბოლო ეგენი არა. ბოლოს წინ. ეგენი თქვენ გამოიცანე. ბიონსე გრემის ყველაზე მეტი ჯილდოს, 32-ის მფლობელია მუსიკის ისტორიაში. ბობ დილანს მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. კი ბატონო. ჯგუფ Queen-ს სიმღერის Bohemian Rhapsody გრემის ჯილდო აქვს მოგებული. აბა ოპა მეორე ბობ დილანი ვიცი, მე მგონი სწორია. ნობელის პრემია. ბობ დილანს ნობელის პრემია აქვს მიღებული, ისეთი უცნაური რამეა, რომ ალბათ მართალი. არის კი მე მახსოვს რაღაცა ბიონსეს მეორე გრემი აქვს. Bohemian Rhapsody-ისთვის თუ გრემი არ მიცეს Queen-ს, ეგ არის იმათი სირცხვილი და არა ჩემი. ხო. ამიტომ მე პირველს ვიტყვი Beyonce გრემის მე ვიტყვი მესამეს. მეც ქვენს ვიტყვი. მე მეორეს. მე ვერაფერს ბობ დილანი. იმიტომ რომ არ ვიცი. აი, ნახოთ პასუხი. გულწრფელად არ ვიცი. ოპა. გუფი Queen-ის სიმღერა Bohemian Rhapsody. აი ხო გეუბნა, ეს ჩემი სირცხვილი არ არის, ეს არის გრემის გრემის დირექტორის ისი მოადგილი. მე ვიცი რა, იცი რომ ამ სიმღერას ებძოდნენ და რადიოშიც არ უშვებდნენ, იმიტომ იმიტომ რომ ძალიან დიდია ხო მაგაზე ხო ის. მართლა? დიახ. ნაწილ რაღაცა კიდე რაღაცა. დიდია. ტერმიტები ხეს ორჯერ უფრო სწრაფად ჭამენ, როცა მძიმე მეტალს უსმენ. Heavy metals. ვა. სამშობლოში ყველაზე გრძელი მუსიკალური კომპოზიცია 639 წელი გრძელდება. აი ეხლა. ეს რაღაცა ის. გარგარუჩი. და მე შემდეგი ჯინგლი იურიდიულად განისაზღვრება როგორც სიმღერა, რომელიც 5 წამზე მოკლია. ეგ კი. ჯინგლი არის ეთყობა იმაზე, მე აი კოპირაიტის. აი, არ მაინტერესებს, ამას მაინც არ ვიტყვი. ვარ და გაჯარი მომდა რამე. აი ამაზე ძალიან მეეჭვება რა მეორეზე. და ტერმიტებზეც ვინ გაატარა ეს ექსპერიმენტი? ბიჭო, ეს შტერობებს ხო აკეთებენ ხოლმე. ეგეც დებს. არა, ხალხო. ნუ მან ვიბრაციასთან იქნება რა. 639? ანუ არის მაგალითად გლოვა, რომელიც 1000 წელზე მეთხარს გრძელდება, ეს აშურა და რაღაცები. რამე ეგეთი შეიძლება იყოს. როგორ არა? ანუ არა 1000 წელზე მეტი თუ გრძელდება, ყველაზე გრძელი 639. ნიშნავს გრძელდება. ის მუსიკა არ არის. ერთი წამი, აბა 639 წელი თუ გრძელდება, რომელ წელს დაიწყო ეს გამოვითვალოთ. მაშინ რომელ წელს დაადგინეს ეს, ეგ არ ვიცით. გრძელდება ეს რიცხვი ზმნის. თან კომპოზიცია უნება რომ ეხლაც გრძელდება. 1387-დან. გაჩნია აი რომელ მუსიკალურ და თან რას გულისხმობენ ამ მუსიკალურ კომპოზიციას? აი შეიძლება რომელიღაც ეკლესიაში ან რომელიღაც ბუდისტები ტაძარში დაიწყო ვიღაცამ 1300 რაღაცა წელს და ტრადიციაა რომ სულ უნდა მღეროდნენ, იცვლებიან ხალხი. მე მჯერა ამისი. და მძიმე მეტალს ვიტყვი რომ ტყუილია, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ტერმიტებს სმენა არ აქვთ კარგი. ბიჭო, ხო სმენა რა შეიძლება ვიბრაციაზე იქნება.
მე მგონია რომ პირველი. მეც პირ. და დაიწყო. რო ტყუილია პირველი? მე მეორე. არა, ტყუილი რომელია? ხო. მე პირველი მგონია. მეორე მგონია, არ ვიცი, აი რომელ მუსიკალურ კომპოზიციაზე, აი როგორ მუსიკალურ კომპოზიციაზე. არა, ესე ნუ წარმოიდგინეთ, ხა 629 წელი რო გზელდება იმის ნოტები თუ წარმოიდგინეთ, ის არის ნოტი არა, ნოტი არა. 629 წელი გზელდება რაღაცა ლოცვას რაღაც რომელიც რომ მოусმენა ესა ეს ერთი რაღაცა მე მგონია რომ დაერქმევა რაღაც მუსიკალურ კომპოზიციის კრიტერიუმი. შენ პირველი თქვი? მე მეორე. მეც მეორე. მე მესამე. Yes. ვა, ჯანელა ბრამო ქაჩა. ის იგი შორის სიმართლე იყო და ეს ტყუილია. აი ის ძალიან გამაინტერესა. აი ეხა დაიწყო? ხო. და დაიწყო ვინ უკრავს? აი არც გამიგია. დაიცა რამდენიმე წლის წინ თუ დაიწყეს 629 წელი როგორ გძელდება? გაგძელდება. გაგძელდება. აი ზმნა მომატყუა. გაგძელდება უნდა ყოფილიყო და ვინ მოიგო? არა, ვინ თანაბრად მოკაჩე რა. მორჩა ხო? ესეთი მე არ მინახია 5 მონაწილე და 5-ვე მესნაირი შედეგი დაასრულოს. მინახია მარტო ჩაწყობილი საჭადრაკო ტურნირი. ხო, 5 მონაწილე საჭადრაკო ტურნირში ერთი მარტო იყო? არა, პირველმა 5-მა რო ერთნაირად დაამთავრა, ხო, დიდო სტატური ყაიმები. ნუ რაც არის ეს. ნუ რა შედეგები გვაქვს ეგ არის თანაბრად ვარ ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ რახან პირველსაპირველია მოიტყუე და ვითომ მე მოვიგე. ულოცავთ დავაკმაყოფილოთ ამისი. ულოცავთ გიორგის ამ ტურნირში გამარჯვებას ბოლოს როგორ ამოგვიქაჩა ყველა. აი დამსახურებული დავარქვა. კი, დამსახურებული. უპირობო. როგორ მოგვიტოვა ყველა. აი ესე სულ ესე წარმატები. აი ორდანები. მეც მადლობა მინდა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა. მიწვიეთ თქვენთან და ცოტა გავმხიარულდი. ცოტა დავიწაბე კი ის მართლა გითხრათ ხიხარ. სუიარეთ თქვენ. არა, კიდე დაგჭათ ოჯახის წევრი. მოსასვლელები არის. იგი არის ხო მოსასვლელი. ძალიან დიდი მადლობა რომ იყო წარმატებებს გისურვებ. თქვენ დაილაპარაკეთ მაგ საკითხზე მე დაურეკავ. ისე მე ერთი თქვენს მივიდეთ კაცო. სიამოვნები. ყველა დაგვდება. ეს რაღაცებს როგორ უნდა გვპატიჟო. აი სადილს რო გავა. დაბადების დღე. არა, პრობლემა თქვენ გითხარით მოდით. ზადვართ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მოგიკითხეთ ჩვენი სტუმრები ოჯახის წევრები ვინც არ ყოფილა ჩვენ და ყველანი მე 3 თვით გემშვიდობები და მე ბრუნდები სიმღერი შემოვალ რაღაცა არია რომ მასწავლოთ პირდაპირ არა ბრუნდები ხალხური სიმღერით ხო როგორი საესტრადო სიმღერი ქართული ლამაზი მელოდიური ამ სამთოში ბარემ თუ ვივლი გიტარაც მასწავლეთ აუ რამდენი მოინდო შენი გულის ზგერა მესმით შემოდი რა. всё, გადაწყდა. ამით დღემდე ჩვენი გაცემა დასრულებულია ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.